გასულ კვირაში მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ნულოვანი დისკრიმინაციის დღე აღინიშნა. დისკრიმინაცია ადამიანების უთანასწორო უსამართლო მოპყრობას ნიშნავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მიმართულია რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ. თანასწორობის პრინციპის შეელახვას მსოფლიო დღემდე ებრძვის. ეს საკითხი სხვადასხვა ქვეყნებში მეტნაკლებად პრობლემურია. მრავალ ქვეყანას აქვს მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი და ახლა რიგი ქვეყნები ამ კანონის აღსრულების ხარისხზე მუშაობენ, მათ შორის საქართველოს. სოფო მთივლიშვილის და კაკო გურგენიშვილის რეპორტაჟის გმირი 21 წლის შერონი საკუთარ მაგალითზე მოგვიყვება, რამდენად რთულია ცხოვრება, როცა საზოგადოების რაღაც კონკრეტული ნაწილი მუდმივად ხელს იშვერს შენკენ, მაგალითად კანის ფერის გამო და რას გრძნობენ ასე დროს ადამიანები. გოგონა ნიგერიიდან ახალი კვირის ეთერში. მე შერონ ოლოვოიო ვარ, 21 წლის ნიგერიიდან. ივნისში მაქვს დაბადების დღე. ჩემი ქვეყანა არის ძალიან დიდი საქართველოსგან განსხვავებით. გვაქვს ძალიან ბევრი ლამაზი ტრადიცია. თითქმის 5 ენა გვაქვს. სხვადასხვა პროვინციაში სხვადასხვანაირად ლაპარაკობენ. ქვეყნის ცალკეულ ნაწილში განსხვავებული კულტურული მახასიათებელია, რაც მრავალფეროვანებაზე მეტყველებს. ეს კაბაც, რაც მათსვია ტრადიციულ სამოსად შეიძლება ჩაითვალოს. I'm studying medicine here. აქ 4 წლის წინ ჩამოვედი სამედიცინოზე ვსწავლობ. ზოგიერთი ლექტორი რასისტია, ზოგიერთი სტუდენტიც, მაგრამ სტუდენტები უფრო თავისუფლები არიან, მათ შეუძლიათ ერთმანეთის მოსმენა და სიყვარული. არ აქვს მნიშვნელობა მათთვის საიდან ხარ და რა ფერის კანი გაქვს. რამდენიმე ქართველი სტუდენტი ჩემი მეგობარია. მე ვარ ქრისტიანი პირველ რიგში. ჩემს ქვეყანაში უმრავლესობა პროტესტანტია. საქართველოში მართლმადიდებლები არიან. ჩვენ გვაქვს ეკლესია, სადაც დავდივართ კვირაობით. ვიკრიბებით იქ ერთად დავლოცულობთ. ვადიდებთ ღმერთს. ამას სიმღერით და ცეკვით გამოხატავთ. ყველა ბედნიერია. თუ შენ ხარ მოწყენილი, ეკლესიაში რომ მიდიხარ, ცებ და სადღაც ქრება. იმიტომ რომ იქ ყველა ბედნიერია. აქ მოდიან ნიგერიელები, ასევე აფრიკის სხვადასხვა ქვეყნიდან. ქართველებიც მოდიან ხოლმე. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ზრუნავ და ვეხმარებით. It's everywhere. დისკრიმინაცია ყველგანაა, არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ აქ პირველად მოვიცნინე მაგალითად ასეთი რამ. ზოგჯერ კაცებს გქონიათ, რომ მე ძავი ვარ. თავდაპირველად ასე იწყებენ. მეუბნებიან, რამდენი ლარი უნდა მოგცეთ? მე არ ვიცი ამ დროს რა ვუპასუხო. ზოგჯერ ადამიანები არაფერს გეუბნებიან, მაგრამ სახეზე აწერიათ, რომ არ მოსწონხარ. ზოგჯერ ამას გამოხატავენ კიდევაც და რასისტული გამონათქვამებით მოგმართავენ.
ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა ქუჩაში მიმავალთან ვიღაც მოსულა და ყველას თანდასწრებით თუ კითხავს: სექსი გინდა? არ ვიცი, რატომ უნდა დაგისვას ეს შეკითხვა. რა გონია? მახსოვს ძალიან უხეშად უპასუხე და ძალიან შეურაცხყოფილი იყო. არ მომეწონა. Sometimes some people say zangi. მაგალითად ადამიანები გვეძახიან ასე: ზანგი. და როცა მე ვეუბნები მათ, რომ ასე არ უნდა მომმართონ, რომ ეს უხეში გამონათქვამია, ისინი ამბობენ, რომ რა არის ამაში პრობლემა? რატომ არის უხეში? არ იციან. არ ვიცი, რას ნიშნავს ზანგი. მოგწონს ზანგი გოგო, შავი გოგო, მანქი, მაიმუნი, მაიმუნსაც გვეძახიან ზოგჯერ. I've been called monkey once. I always say basically because of media. ეს რისი ბრალია არ ვიცი. არ აქვს საკმარისი ცოდნა, ვერ ხვდებიან რომ მასე ადამიანს აკნინებენ. ეს დიდწილად მედიის დამსახურებაცაა, როცა ადამიანები ტელევიზორებიდან ისმენენ დისკრიმინაციულ გამონათქვამებს, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას. ისინი ისმენენ, რომ მხოლოდ თეთრკანიანები შეიძლება ასოცირდებოდნენ ლამაზ ადამიანებთან. ძირითადად ფერადკანიანებს გვაიგნორებენ, რადგან მათ უმრავლესობას არასოდეს უნახავს ფერადკანიანი ადამიანი. განსაკუთრებით ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც დომინანტი თეთრკანიანია. როდესაც ისინი ხედავენ ფერადკანიანს, უცებ შეიცხადებენ. უკვირთ, იძახიან, ის შავია. რატომ არის შენი კანი ასე მუქი? უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ შავკანიანებს არც განგვიხილავენ. არ იციან, რომ მუქი კანის ფერი, იმიტომ გვაქვს, რომ ეს უბრალოდ გენეტიკურია. ისევე როგორც შეიძლება გქონდეს თეთრი კანი, ან ლურჯი თვალები. But most are really ignorant about it. At the moment when it happens, I'm sad. ამ დროს მხოლოდ სევდას უგრძნობ. ეს არ მომწონს, ამის გამო თავს არა ადამიანად უგრძნობ, რაც ყველაზე მეტად მწყინს. თითქოს მაყენებს ყველაზე დაბალ საფეხურზე. ზოგჯერ ადამიანები ვერ ხვდებიან ნამხელად ტკივილს გაყენებენ. მე ამ დროს მწყინს, ტკივილს ვგრძნობ. Okay anymore. But I don't think it's hard to live in Georgia. Georgia is a very simple country. Everything ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ცხოვრება რთულია. საქართველო ძალიან მარტივი ქვეყანაა. მაქვს ჩემი საყვარელი საქმე, დავდივარ უნივერსიტეტში. ყველაზე მეტად მომწონს ქართული საჭმელი, აჭარული ხაჭაპური, ხინკალი. მე გამიკეთებია ხინკალი. მომწონს ასევე ლობიანი, ქაბაბი. I really like it. მომწონს თბილისის ხედები. აი აქ, სადაც ვარ, ძალიან მომწონს. ნამყოფი ვარ რაბათის ციხეზე, სადაც ძალიან მეგობრული ხალხი ცხოვრობს. შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად დისკრიმინაციული მიდგომებისა, საქართველო ამ მხრივ უსაფრთხო და მშვიდობიანი ქვეყანაა. This is wine. Yes, red I wine. tried this one. And this is cha-cha. If you want, you can taste it. Yes. This Georgian sweet. Bye.